მდინარეზე მის გუნდი წარადგინა, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა დაიწყო. სუსის უფროს 4 მოადგილე ხავს. ქართული ოცნება მდინარეზე არჩევანსა და მორიგ წარმატებაში ამ ახალ პოზიციაზეც დარწმუნებულია. სოფო ბერძის რეპორტაჟი. სუსის ახალი უფროსის მთავარი გუნდი უკვე ცნობილია. მამუკა მდინარეძეს 4 მოადგილე ეყოლება. მათ შორის არის იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, რომელიც სუსშიც ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იქნება. იუსტიციის მინისტრის მოადგილის სავარძლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა ალექსანდრე მაისურაძემაც. მამუკა მდინარეძემ საკუთარ მოადგილედ დანიშნა ქვემო ქართლში ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი. მნიშვნელოვანი არის, რომ ხელმძღვანელი ეყრდნობოდეს იმ მოადგილეებს, რომლებიც ზუსტად უნდა შეასრულონ ის ამოცანები, რომელსაც ხელმძღვანელი დაუსახავს. პირველ კანონმდებელს, რომელმაც მდინარეძეს ნდობა გუშინ გამოუცხადა, სჯერა, რომ სუსის ახალი უფროსი საკუთარ გუნდთან ერთად უზრუნველყოფს ინსტიტუციურ რეფორმირებასაც და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდასაც. მამუკა მდინარეძის გამოცდილებიდან, პიროვნებიდან, პროფესიული თვისებებიდან და მათ შორის პოლიტიკური ალღოდან, რაც ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელისთვის, გამომდინარე, ეჭვი არც გვეპარებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ის პირველივე დღიდან სისტემის ეფექტიანობის ზრდისკენ გადადგავს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ხელისუფლების ამბიციური მიზანი უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერებაა. პრემიერი, რომელმაც სუსის უფროსად მამუკა მდინარეძე შეარჩია, დარწმუნებულია, რომ ახალი ხელმძღვანელი საკუთარ გუნდთან ერთად ამ მიზანს თავს წარმატებით გართმევს. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ თვისებრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარეძის ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება. მას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმები ყველა მიმართულებით და თქვენ თავადაც დარწმუნდებით, რომ ძალიან მალე უახლოეს თვეების განმავლობაში უკვე შედეგები იქნება ხელშესახები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 1 წლის. ძალიან მნიშვნელოვანი და საფასუხისმგებლო თანამდებობა არის წარმატებები მას, იმიტომ რომ სამსახურის გამართული მუშაობა ხელს უწყობს ქვეყანაში მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნებას, უსაფრთხოებას და ძალიან საფასუხისმგებლოა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარეძე პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა. სუსის ახალ ხელმძღვანელს აქვს ამბიცია, რომ სამსახური განვითარების სულ სხვა საფეხურზე აიყვანოს.